კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოსტივი საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავა ვარ. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში დღეს საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა, რადგან სავიზო რეგულაცია ევროკომისიას ავალდებულებს შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში შესაბამის მესამე ქვეყანასთან დიალოგი დაიწყოს. ქართული მხარე ევროპელ პარტნიორებს კონკრეტულ ფაქტებს წარუდგენს, რომ საქართველო ვიზა ლიბერალიზაციით ნაკისრ ყველა ვალდებულებას ასრულებს. სახელმწიფო გუნდი ხაზგასმით განმარტავს, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და ევრობიუროკრატების მხრიდან პოლიტიკური შანტაჟის იარაღად გამოიყენება. მმართველ პარტიაში მკაფიოდ აცხადებენ, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე ზეწოლის მორიგი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. უვიზო მიმოსვლა, როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ ნაციონალურ მოძრაობა ხელისუფლებაში. და ჩვენ ახლა კონკრეტულად რაზეც არის საუბარი და შეხვედრასაც ეხება, იცით რომ ეს არის დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება როცა იქნა მიღებული, მაშინ ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი სინამდვილეში. იმიტომ რომ ეს არის 2010 წლის შეთანხმება საქართველოს და ევროკავშირის შორის, არანაირი საფუძველი იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტიპასპორტებზე სავიზო რეჟიმის შემოღების არ არსებობდა. ცდილობენ ასე თქვათ დაგვაყარონ რაღაც პოლიტიკური კრიტერიუმები, როგორი კანონი მივიღოთ, სანქციები ვის დაუწესოთ, სავიზო რეჟიმის სათქონდეს, ამაზე გვესაუბრებიან. ეს არის სამწუხაროდ ის ცივილიზაციური უფსკულისკენ მიმავალი გზა, სადაც დღეს ბრიუსელს დაყენებული ყავს ევროკავშირი. ტექნიკურ მონაცემებში შეიკრიბნენ დრამონახეს დრო და ჩაწერეს პოლიტიკური მდგენელი და პოლიტიკური ასპექტი, სადაც მათ შეუძლიათ ილავირონ. სწორედ ეს არის იმ ბრძოლის სტრატეგია, იმ ბინძური გაცხადებული თავხედური ბრძოლის და შეტევის ჩვენ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენ ხედავთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ყველა კრიტერიუმით რაც გაწერილი გვაქვს, ეს ასოცირების ხელშეკრულება იქნება, ვიზა ლიბერალიზაციის ქვეშ ესე ვთქვათ, ყველა ტექნიკური ასპექტი იქნება, ყველგან ჰარმონიზებული ვართ და ყველგან ვართ მოწინავე ადგილზე, არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებთან. და კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც უკრაინას თავი და მოლდოვას ანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, შენ არ განიჭებენ და ერთი წლით გვიან განიჭებენ, როდესაც შენ გაშანტაჟებენ აი ამ ყველაფრით და აი ამ ბრძოლაში შანტაჟის ენას ხმარობენ შენ წინააღმდეგ, აი ამასთან გვაქვს საუბარი და რომელ მოლოდინებზე ვსაუბრობთ. გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ დიპლომატიურ პასპორტებს და სამსახურებრივ პასპორტებს შეჩერებოდათ თავისუფლად მიმოსვლა ევროკავშირის ფარგლებში იყო უსამართლო და დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად დაფიქსირდება ჩვენი მხარის მიერ, თუმცა თავად ფაქტი, რომ ოპოზიცია ახლა თითქოს მანიპულირებს თემით, რომ მთლიანად ქართული ხალხისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე იყოს საუბარი, იმედი მაქვს, რომ ევრობიუროკრატიაშიც არიან დარჩენილები რაციონალურად მოაზროვნე პოლიტიკოსები. ზოგადად ევრობიუროკრატიას ნამდვილად გაუწვდა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი როგორც პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტი, ვინაიდან ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ქართული საზოგადოება ამ შანტაჟს არაფრად მიიჩნევს, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, რასაკვირველია, ჩვენ რჩებით ერთგულნი იმ სახელმწიფოებრივი პოლიტიკისა, რომელიც უმთავრეს ღირებულებად და უმთავრეს მიზნად იმავდროულად მიიჩნევს და აწესებს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის დემოკრატიის განმტკიცებაში და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით ბრიუსელიდან მომდინარე კრიტიკის მიზანი საქართველოს ხელისუფლებაში მათ მიერ მართული მარიონეტული ძალების მოყვანაა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით გარეძალების თავდასხმის სამიზნედ ბიძინა ივანიშვილი სწორედ იმის გამო იქცა, რომ მან 2012 წელს სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი დაამარცხა. საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმაც. ყველა თავდასხმა საქართველოს და ასე შემდეგ მიმართული ერთი რამისკენ, რომ საქართველოში მოიყვანონ საკუთარი მარიონეტული ხელისუფლება. აი ეს არის ერთადერთი მიზანი. და ყველაფერი რაც ამას ხელს უშლის, ებრძვიან ყველაფერი იმას, რაც ხელს უშლის ამ მიზნის განხორციელებას. სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ამ მხრივ მთავარი სამიზნე არის, იმიტომ ის არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი,
რომელსაც ჰქონდა სრული კარტ ბლანში მიცემული ევროკავშირისგან და ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაციისგან სრული კარტ ბლანში ყველაფრისთვის, წამებისთვის, რეკეტისთვის, ადამიანების ხოცვისთვის, ყველაფერზე ჰქონდა მიცემული ლიცენზია, რომ მას შეეძლო გაეკეთებინა ეს ყველაფერი და ბიძინა ვინაშვილა ყველა ლოგიკის საწინააღმდეგოდ შეძლო ქართული ხალხთან ერთად და ქართული ხალხის მობილიზებით 2012 წელს ამ დიქტატორული რეჟიმის დამარცხება და რა თქმა უნდა მასში ხედავენ ისინი მთავარ საფრთხეს რომ ვერ შეძლებენ დაბრუნებას იმავე მარიონეტული რეჟიმისა საქართველოს ხელისუფლებაში და დღეს საუბრობენ იმაზე მის ჩართულობა რჩევებს ეკითხებიან თუ არ ეკითხებიან საყვედურობენ ადამიანები, რომლებიც რჩევას ეკითხებიან რასა იუკნევიჩიანეს და მარკეტა გრიგორიევას, ეს ადამიანები საყვედურობენ რჩევა არ კითხოთ ბიძინა ივანიშვილსო. ხო, აკვირდებით საერთოდ რა ხალხთან გვაქვს საქმე, ადამიანები, რომლებიც ხედან საელჩოებში და იღებენ საელჩოებიდან პირდაპირ რჩევა მითითებებს. იცით თქვენ როგორ წარიმართა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თუ რა ესე ვთქვათ რა პრობლემები და როგორი თავდასხმები გამოიარა უკრაინა-რუსეთის ომის სანამ დაიწყებოდა ჩვენმა ქვეყანამ და სწორედ მაშინ გათვალა ბატონო ბიძინამ ის სურათი და ის სცენარი თუ როგორ განვითარდებოდა ის გენერალური სცენარი ჩვენს ქვეყანაში და ამას ვერ პატიობენ ამას ვერ პატიობენ საკუთარ თავს ალბათ დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ვერ ერევიან სიმართლეს, ვერ ერევიან ქვეყნის სიყვარულს, ვერ ერევიან უანგარო ქვეყნის სიყვარულს და ვერ წარმოუდგენიათ და ვერ წარმოიდგენენ აგენტს როგორ შეუძლია წარმოიდგინოს ქვეყნის გარეთ, თუნდაც ქვეყნის შიგნით, რომ ადამიანისთვის შეიძლება ის ღირებულება და ფასეულობა, რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის და შემდეგ მთელი ჩვენი გუნდისთვის, ვინც მისი ლიდერობის ქვეშ ვართ, ხო და ის ნამდვილად არის ჩვენი ლიდერი და ეს არსად არ არის დასამალი პირიქით ვამაყობთ ამ ყველაფრით, რომ უსწრებს, ესე ვთქვათ, მათ პირდაპირ მოურიდლოთ მათ ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინ. ყოველთვის უსწრებს რამდენიმე ნაბიჯს და ვერ შეუგნიათ, ვერ გაუთვისნობიერებთ, რომ როგორ შეიძლება ვინმემ, იმიტომ რომ სულ აგენტებთან ჰქონდათ საქმე, თავისი სამშობლო დააყენოს უპირველეს ყოვლისა. ოპოზიციაში კრიზისი მწვავდება ეგრეთ წოდებულ ალიანსში ნაციონალური მოძრაობის თამაშგარი მდგომარეობაში დატოვებისა და ურთიერთბრალდებების პარალელურად მიხეილ სააკაშვილი პარტიაში რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს და ფსონს ნანუკა ჟორჟოლიანზე დებს, რომელიც მისი განცხადებით გუნდთან ერთად ნაციონალურ მოძრაობას უერთდება. ოპოზიციაში არსებულ კრიზისზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში, როგორც სახელმწიფო გუნდში აცხადებენ ნაციონალური მოძრაობა კრიზისის შეფუთვას რებრენდინგით ცდილობს, თუმცა მათი ეს გათვლაც კრახისთვისაა განწირული. მე მგონი რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი დაასწრებს ალბათ და საკუთარი თავის ლიკვიდაციას თავად გამოაცხადებენ. არის ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებიც საკუთარ სხვადასხვა ტრამვების პროექცირებას ახდენს ჩვენს ქვეყანაზე. და მათი ეს ემოციური დაზიანებული ყოფა უნდა ქართველებმა ავიტანოთ და ავიტანოთ რატომ? იმიტომ რომ თათი აქვს დადებული ბრიუსელიდან სინამდვილეში ეს არის პროცესი, როდესაც ვირთხები ერთმანეთს უნდა დაერიონ, რომ გამოჩნდეს ვინ არის უფრო ძლიერი მათ შორის, რომელსაც შემდეგ მისი პატრონი გამოიყენებს. უკიდურესად მძიმე კრიზისული ვითარება არის ოპოზიციაში და ეს გამოიხატება უკვე აი პირად ღიღია დაპირისპირებაში, აქედან გამომდინარე რა შედეგამდე მივლენ არ არის ძნელი პროგნოზირება და ყოველ შემთხვევაში პოზიტივი მათ ხვალინდელ დღეში ნამდვილად არ იკვეთება. ბაზი ალიანსი, რომელიც თავიდან დიდი ზარზეიმით შექმნეს, ხედავთ თუ როგორ ჩამოიშალა იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ რადიკალებმა ვერ შეძლეს საკუთარი პოლიტიკური ეგოს დათრგუნვა. ეხლა როგორც არ უნდა შეეცადონ ამის წარმოჩენას, რომ თითქოს იქ რაღაც განახლებაზეა ლაპარაკი ან რებრენდინგზე ან ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ღიმილის მომგვრელი, ერთობ არასერიოზული და ასეთი ტიპის ნარატივით უკვე ჩვენ საზოგადოებას ისინი შეცდომაში ვერ შეიყვანენ. ამიტომ მორიგი ფიასკო შეიძლება უწინასწარმეტყველოთ მათ ნებისმიერ წამოწყებას. პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშების მეშვეობით არასრულწლოვნების მათ შორის 14 წელს მიუღწეველი ბავშვების ნდობის მოპოვების შემდეგ მათთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაციას ამყარებდა და შესაბამის ვიდეოებს უგზავნიდა. აგრეთვე დაზარალებულებს აიძულებდა ინტიმური შინაარსის, მათ შორის სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და მისთვის გაგზავნას. დაკავებულს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მეორე დღეა ბელფასტში მასობრივი არეულობა გრძელდება, ასობით შენიღბული პირი პოლიციას აგურებით, ქვებითა და ბოთლებით უპირისპირდება. პროტესტის მონაწილეებმა დააზიანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ცეცხლი წაუკიდეს მუნიციპალიტეტის ინვენტარს. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულებისა და დაშავებულების შესახებ. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით სცადეს. ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქებში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელებში სუდანელი მიგრანტის მიერ ადგილობრივ მაცხოვრებელზე სასტიკი თავდასხმის ვიდეო გავრცელდა. კადრებში ჩანს თუ როგორ ცდილობს დანით შეიარაღებული მამაკაცი მსხვერპლისთვის ყელის გამოჭრას. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ცნობით ამერიკის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს. წერტილოვანი დარტყმები მიტანილია ობიექტებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსს, საჰაერო და საზღვაო ძალებს. როგორც მოგვიანებით თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, იერიშების შეწყვეტის თხოვნით მას ირანელი მაღალ ჩინოსნები დაუკავშირდნენ. დონალდ ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები მზადაა გააძლიეროს სამხედრო მოქმედებები, თუ თეირანი მიმდინარე კრიზისის დასასრულებლად შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის ჩაიკეტა ინფორმაციას CNN-ი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. რეგიონში არსებული არასტაბილურობის გამო ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გამოცხადდა დახურულად ყველა გემისთვის, მათ შორის ნავთობტანკერებისა და კომერციული გემებისთვის. ნებისმიერი გემი, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება, სამიზნე იქნება, ნათქვამია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის განცხადებაში. ირანის მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ უარყო და განაცხადა, რომ კომერციული გემები კვლავ აგრძელებენ სრუტეში გადაადგილებას. მცხეთაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ახალი სრულად ადაპტირებული და მაღალი სტანდარტების იუსტიციის სახლი მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში შესთავაზებს, რაც მომსახურების მიღების პროცესს კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდის. მცხეთის იუსტიციის სახლში მოეწყობა ქორწინების სივრცე, ასევე იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სიპების სამუშაო სივრცეები. ახალი ფილიალი წლიურად 70,000-ზე მეტ მოქალაქეს მოიმსახურება. მცხეთის იუსტიციის სახლი მცხეთ-ამთიანეთის რეგიონში რიგით მეექვსე, ხოლო საქართველოს მასშტაბით 128 ფილიალი იქნება. სამშენებლო სამუშაოებს იუსტიციის მინისტრი მოადგილესთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაიცნო. მცხეთის იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ რამოდენიმე თვეში, ალბათ დაახლოებით 3 თვეში, სრულად დასრულდება სამშენებლო სამუშაოები და შეგვეძლება უკვე მცხეთაში გავხსნათ ახალი იუსტიციის სახლი. ეს რეგიონში, მცხეთ-ამთიანეთის რეგიონში არის რიგით მეექვსე იუსტიციის სახლი, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით 128-ე. ჩვენ კიდევ გეგმავთ რამოდენიმე რეგიონში მშენებლობის დაწყებას და ჩვენი მიზანია, რომ სრულიად საქართველოს მოსახლეობას ყველა რეგიონში შესაძლებლობა ჰქონდეს მიიღოს მაღალი ხარისხის სერვისები. მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და ძალიან მალე მცხეთელებს ექნებათ ამ ისტორიული ქალაქისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული არქიტექტურის შენობა, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა მიიღოს 500-ზე მეტი სერვისი, ასევე აღნიშნულ შენობაში მოეწყობა ქორწინების სივრცე. როგორც იცით, იუსტიციის სახლის მთავარ მიზანს და ამოცანას წარმოადგენს თითოეულ მოქალაქეს სახლთან ახლოს მისცე შესაძლებლობა ჰქონდეს სტოლმა იმ ყველა სერვისზე, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია. მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება მიმდინარეობს. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამუშაოები მოვლა შენახვის ხელშეკრულების ფარგლებში დაიწყო, რათა უზრუნველყოფილი იყოს გზის გამტარუნარიანობა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება. პარალელურად უკვე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები და უახლოეს პერიოდში მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდავრიკობისა და სტეფანწმინდის მონაკვეთებზე სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
საერთაშორისო მნიშვნელობის ცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზაზე მძიმე ზამთრის შედეგად ძლიერად არის გზისაფარი დაზიანებული. სხვადასხვა მონაკვეთებში იმდენად არის გზა ამორტიზირებული, რომ საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის დაწყებამდე გარკვეული დრო და პროცედურებია საჭირო. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე შეკეთების, ანუ მოვლა შენახვის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ყველა შესაბამისი ღონისძიება, რაც გზას გახდის სრულად გამლაც და უსაფრთხოს. ქალაქის იერსახის მოწესრიგებისა და მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დიდი მამიშვილის ქუჩაზე პირველ ნომერში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს რეაბილიტაცია უტარდება პროექტის ფარგლებში, წესრიგდება კორპუსის ფასადი და სადარბაზოები. ასევე რეაბილიტაცია უტარდება შალვა ახალციხელის ქუჩა ნომერ 2-ში მდებარე ადმინისტრაციულ შენობას. ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების მოწყობაც. ქალაქ ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილს გავეცანი. აქტიურად მიმდინარეობს დიდი მამიშვილის ქუჩაზე კორპუსის ფასადის რეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა, ქალაქში ეწყობა ახალი წრიულები და ასევე მიმდინარეობს სამხარეო ადმინისტრაციის გარე ფასადის სამშენებლო სამუშაოები, რაც ქალაქის იერსახისათვის იყო მნიშვნელოვანი. ახალციხის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს ქალაქში სხვადასხვა ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქის იერსახის მოწესრიგებაა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელანში საქართველოს მელიორაციის მომსახურების ახალმა ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება. მომხმარებლებს ადგილზე წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება შეეძლებათ. ახალი ცენტრი საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. როგორც გიგლა თამაზაშვილმა აღნიშნა, მომსახურების ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს საჭირო სერვისების სწრაფად და კომფორტულად მიიღოს, რაც ფერმერებთან და წყალმომხმარებლებთან თანამშრომლობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის. გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაიხსნა ახალი სამელოცველო მომსახურებისთვის საჭირო მომსახურებების ცენტრი, სადაც ჩვენს ფერმერებს, ადგილობრივ ფერმერებს აღარ მოუწევთ დაახლოებით 30-40 კილომეტრის მანძილზე სიარული და მარტივად შეძლებენ იმ მომსახურებების და სერვისების მიღებას, რომელსაც ამ ეტაპზე საქართველოს მელიორაცია წეავს. სანამ გაიხსნებოდა აქ, მივდიოდი საგარეოში, იმიტომ რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად, რადგან ჩვენი მიწები მორწყული იყო. ვენახი იქნებოდა თუ სხვა მარცვალი იქნებოდა. ძალიან გვეხარია, რომ შორი მანძილის გავლა აღარ გვიწევს. აქვე მოვალთ, აქავე გავაფორმებთ ჩვენს ხელშეკრულებებს. ქართული 2026 რუსთავში კონკურს ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალი ქრისტიანობის 1700 წლისთავსა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება. გახსნის ცერემონიაზე მაყურებლის წინაშე სპეციალურად ქართულისთვის შექმნილი პერფორმანსით წარდგენა ანსამბლები თუთარჩელა, მერუსთველი, შავნაბადა და ქორეოგრაფიული ანსამბლი ჯავარი. ღონისძიება კახაბერისა და ხანუმების შოუ პროგრამით დასრულდა. პარალელურად გაიხსნა საფესტივალო სივრცეც, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა, გაყიდვა და ეთნოგრაფიული მასტერკლასები მიმდინარეობს. ასევე გაიხსნა ქორეოგრაფიული ანსამბლის ალიბის ვარსკვლავი. რუსთავისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა და არა მხოლოდ რუსთავისთვის. ფაქტი ერთია, რომ ყველაფერი ეს რაც ქართულთან, ტრადიციულთან, ფოლკლორთან არის ასოცირებული, ეს განსაკუთრებით საყვარელი არის ჩვენთვის ყველასათვის. ეს არის ეს სივრცე და ფესტივალი გადაიქცა ჩვენი ოჯახებისთვის, ოჯახის წევრებისთვის მთავარ თავშეყრის ადგილად. ჩემ ქალაქში როდესაც ვღერი ვარ, ჩემთვის ეს რა თქმა უნდა განსაკუთრებული იქნება, იმიტომ რომ ამ სიმღერას გამოდის, რომ ჩემს ქალაქს უძღვნი, რუსთავს უძღვნი და ეს ძალიან მიხარია. მეხიკოში დღეს 23-მე მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ტურნირის გახსნის მატჩს აცტეკას ლეგენდარული სტადიონი უმასპინძლებს, სადაც მექსიკის ნაკრები სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. მუნდიალი ჩრდილოეთ ამერიკის 3 ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში ჩატარდება. ტურნირზე 48 გუნდი ითამაშებს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც კატარში ჩატარდა, 32 ქვეყნის ეროვნული ნაკრები ასპარეზობდა. ჯგუფური ეტაპის მატჩები 28 ივნისს დასრულდება და ამავე დღეს დაიწყება მთავარი ეტაპი პლეი-ოფი. ტურნირის ფინალი 19 ივლისს ნიუ-ჯერსიში ჩატარდება. ასეთი იყო ახალი ამბები. პოსტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას ზუსტად 13 საათზე გააგრძელებს.